მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოკლედ, რუსთავი ორმა და კომედი გრუპმა კიდევ ერთი გასართობი, მხიარული და ორიგინალური შოუ გვაჩუქა, შოუ გააცინე და მოიგე. პირველი გადაცემის შემდეგ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე ტევა არ არის განცხადებების იმ ხალხის, ვისაც სურთ რომ ჩვენთან მიიღონ მონაწილეობა და რატო? იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან მარტივია. 5 წუთში, ზუსტად 5 წუთში მოიგო 1000 ლარი. ამისათვის უბრალოდ საჭიროა გააცინო 2 ადამიანი, 2 ჟიურის წევრი, ვინც აი იმ ორ სავარძელში არის მოთავსებული. ახაც მოკლედ, მოდი მოვიხმოთ ჩვენი ძვირფასი, ღვაწლმოსილი, ყველასათვის საყვარელი და გადასარევი უმორისტი ადამიანები, ვინც არის ნიკოლოზ არაბიძე და მიხეილ ანკულაძე. ხო. მოგესალმებით. სალამი მეგობრებო. როგორ ხართ? მადლობთ, კარგად არამიშავს. მოგესალმებით ძვირფას დამსწრე საზოგადოებას, მივესალმებით ტელემაყურებლებს და ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთხელ მიწევს აი რა გვასწავლა წინა გადაცემა მაინტერესებს. წინა გადაცემა გვასწავლა ის რომ ბევრი არ უნდა ვიცინოთ. როცა ფულზეა ლაპარაკი. მართალი. როცა ზაფხული მოდის. ბატონო მიხეილ, თქვენ რა სიტყვით? მე მიხარია ეს ყველაფერი, ვეთანხმები ნიკას და თან საქმე. სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს დღევანდელი მონაწილეები, იმიტომ რომ ცოტა დღეს რთული იქნება ჩემი გაცინება. რატომ? უხასიათოდ ვარ მოვალე შემხთა გზაში. გასაგებ. ნახოთ რა და როგორ იქნება. მგონია პირიქით იქნება ახლა დღეს განვეწყოთ სიცილისთვის ყველაფერი კარგი, სიყვარული, სიხარული და დაგიბრუნებ იმბავს, არ არის მიტა პრობლემა. გავაბრუნებ. დღეს გადამატანინე დღევანდელი დღეს და მე იცინებ ბევრს და წლის ბოლოს იცინებს რუსთავი 2 იმედია. თქვენ შეგიძლიათ თქვენი პირადული ი გაარკვიოთ. ჩემს ადგილს დავიღავებ. აი აქ მოთავსდით. ხომ კარგად, კომფორტულად ხართ ბატონო მიხეილ, ბატონო ნიკოლოზი უკვე ნაყოფია. კარგად, ხომ? კარგად. მინდა ახსნა შავი ყუთი რას ნიშნავს ჩვენ სტუდიაში. ეს არის სეიფი, მეგობრებო, სადაც არის მოთავსებული თანხა, რომელიც გადაეცემა მოგებულ ადამიანს ან დუეტს, არ ვიცი. ერთი სიტყვით, კამერას ვითხოვ ჩემთან თუ შეიძლება, მე მინდა ახსნა ჩემი ბორდი. აქ არის მონიტორი, რომელიც არის შუაზე გაყოფილი და აფიქსირებს ჩვენი ძვირფასი ჟიურის წევრების სახეებს, ასე რომ სიცილი კი არა, ღიმილიც რომ გაგეპაროთ, მე დავაფიქსირებ და თამაშს შევაჩერებ. აქ არის 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი არის დროის ასათვლელად, ანუ რო დავაწვევი დრო დაიწყება. თეთრი არის სამწუხარო ღილაკი, იმიტომ რომ თუ ის დაეჭირა, ეს ნიშნავს რომ 1 წუთი დამთავრდა. ხოლო წითელი არის ის ღილაკი, რომელიც აფიქსირებს თქვენს ღიმილს. მე მგონი მარტივია, ხო ყველაფერი? დიახ. კის და დავიწყოთ. შეგვიძლია ჩვენ მზად ვართ. გაუფრთხილდით თანხას კიდევ ერთხელ გასა. მაშასე პირველი მონაწილე ალექსანდრე მელიქიძე. გამარჯობა ალექსანდრე გამარჯობა. რა საქმიანობ მითხარ? სტუდენტი ვარ და ამავდროულად მუშაობ. სასწავლობ? სწავლობ გპ-ში სამშენებლო ინჟინერიაზე. საინტერესო, ფრია. ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის ტექნიკურ უნივერსიტეტში ეგრეთ წოდებულ გპ-ში სწავლობს ნიჭიერი ხალხი და ნიჭიერი ხალხი ამთავრებს ძალიან ამ უნივერსიტეტს, იმიტომ არ ვამბობ რომ მე მაგ დამთავრებული, მაგრამ მისასალმებელია. ალექსანდრე, შენ საკონტაქტო ინფორმაცია გიწერია ქალაქ თბილისის სამრეწველო დასახლება, ხო? დიახ. სამრეწველო დასახლებაში ვის იცნობ? კაროს. არა, ვის? ბევრს. დღეს აპირებდა გაცნობას, მაგრამ აქ არის და რა სამწუხაროდ. კარგით. მე შენ ნებართვით აგიხსნი წესებს. ჩვენ გვაქვს 5 წუთი. პირველი წუთის გადალახვის შემდეგ შენ მოიგებ 50 ლარს. მეორე წუთის გადალახვის შემდეგ შენ მოიგებ 100 ლარს, მესამე წუთი 200 ლარი, მეოთხე 400 და მეხუთე 1000 ლარი. მარტივია. მაგრამ თუ შენ ვერ გააცინებ ჟიურის, მოგებულ თანხას დაკარგავ. მაგრამ შენ შეგიძლია შეწყვიტო თამაში და შენი მოგებული თანხაც აიღო და ზახვიდე და რავით მოიხმარო მშვიდობაში. მარტივად. გასაგები. მზად ხარ? დიახ. მეგობრებო, 1 2 3 ჩემ მეზობლის ბავშვი შემალი ამოვიდა, კბილები ჭიპლარი თავისით ქედა იჭრა.
გურუი ძმაკაც შეჩივის ძმაკაც ძამა ოჯახში შეგაგვიჭირდა ოვან ქსელი ახვია და მეზობელთან გადევიდაო. ნამდვილი ამბავია ეს კახეთში მარობება მოკრიფა ვაშლი ჩამოვიდა ქალაქში გაყიდა იყიდა თავის მიტვასთვის კალოშები შეიარა აფთიაქში იყიდა წამალი და თხოვა პატარა ყუთი გექნებათ რამე რო ჩავალაგო მისცეს ყუთი რა თქმა უნდა ჩაალაგა და რო ჩაშდა ავტობუსში თურმე ამ ყუთს წერებია ზედ 1000 წელი პრეზერვატივი ახალგაზრდა გოგოებმა დაინახეს და აუწყლათ ხიხი ხახახა და ეკითხებიან რომ მარობებო ვისთვის მიგაქვს ესო და ჩემი მიტვასთვისო და რაც უნდა ამდენიო და შენ არიცი მიტვა რა გიჟიაო კიდევ მეგრელი ყובה თავისი გმირობის ამბავს ერთი წუთი ისეთი შეიძლება მაქვს ნიკოლოზ რომ შენთვის გაგეცინა რაღაცა გაგახსენდა უცებ ბავშვობიდან გამეცინა კაცო ახლა გაგეღიმა მართლა კი ოღონდ აი ესე უცნაურად ახსენდა ახლა რაღაც გაგახსენდა შენ მოაგებინე 50 ლარი გილოცავ შენ 50 ლარი და აპლოდისმენტები კარგად დაფიქრდი აგძელებ თამაშს ვაგზელებ რა თქმა უნდა 100 ლარისთვის იბრძოლებ ვიბრძოლებ ფულისთვის არა ისე ვიბრძოლებ რა თქმა უნდა ისე ვიბრძოლოთ ფული ხელის ჭუჭყია რა თქმა უნდა ისე ფული არ ისე ამ ადამიანს ისე იბრძვის მაშასე დროის ათვლა დაიწყო მეგრელი ყובה თავისი გმირობის ამბავს კალოჩე 25 მეგრელი მივდივართ კანტიკუტა 3 სვანი მოდის ჯგროთ დავსხეთ დავხოცეთ გადაუარეთ დავჭით 3 სვანი და 3 მეგრელი შვილს ეუბნება მამა უკვე დიდი ბიჭი ხარ დაჯექი სექსზე ვისაუბროთო დაჯექი მამა აბარა გაინტერესებსო ხო აქვე ესე იგი სვანი სიძეთან მიდის დაბადების დღეზე სიძე და მიაქვს თოფი მეგობარი ეკითხება რამე გაქვს საჩუქრასო და საყურეებიო და თოფი რაღაც გინდა ყურები უნდა დაუხრიტო მეგრელი ტრაბახობს რასაც თავში ჩავიდებ ყველაფერი მამახსოვდებაო და მე ეკითხებიან ჩემი ვალი რატომ არ გახსოვს და იმიტომ რომ თავში კი არ ჯიბეს ჩავიდეო შვილ კაცი მიდის ერთი წუთით გამოიწურა მე ვამბობდი მე გაფრთხილებდი რომ 50 ლარი აიღე და წადითხო მაგრამ არ დამიჯერე ჩემო რაღაცა დაიბენი ხო ნამდვილად რამ დაგაბნია ნერვიულობა როგორი საყურელი საკითხი გიყურებ არა უშუალოდ ნერვიულობა რაღაცა ну ახლა აქ მე ვესმის რომ ალექსანდრეს ხონდა ანეკდოტები რაღაცეები და ახლა ჩვენი სპეციფიკიდან და ზოგადად მით უმეტეს ჩემი აი მე ძალიან ახალი ანეკდოტი თუ არ მოვისმინე ძალიან რთულია გაცინება მართალია მე ალექსანდრეს ურჩევდი რომ აქ წავიკითხე ბარმენად უნდა გამოწრთობა ხო ნამდვილად ხო და მე გიჩვენდი რომ კაი ბარმენი დადგებოდა შენგან არა კარგი იუმორისტის პრინციპში ოღონდ როდალე მერე გამიგე თავიდან რომ მოიხსნე ხლა დაძაბულობა გამიგე შვენიერი რჩევებია შვენიერი გამოცდილი ადამიანები აბაცადე და აქ ვარ ჩვენ ისე აპლოდისმენტებით გავაცილოთ ყვაყოფილი ვარ დღევანდელი დღით მართლა ბედნიერი ვარ უბრალოდ ამ გარემოში რომ მოხდი და მართლა მომწონს როცა თუნდაც ერთი წუთი გავატარე კომედი შოუს და კომედი არხის ხალხთან ერთად და ნუ ჩემი დაბნეულობის ბრალია რაც დღეს ვერ გავაკეთე ბოლომდე და ვერ დავანახე ხალხს შვენიერი დასაწყისია ფული სეიფშია ხელი არავინ არ ახლო მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე მაშასე შემდეგი მონაწილე არის რეზო არსენიძე აპლოდისმენტები დიდი ადამიანი გამოვიდა სცენაზე დიდი ადამიანი როგორ ახარ ეს კარგად თქვენ როგორ ახარ დიდი მადლობა არა გვიშავს რა საქმიანობ უსაქმური მე მეთქვა არაფერი მე დავამთავრე რევას არსენიძე ხარ გვარად ისა და საცხობრივი ადგილი ქუთაისი თბილისი გიწერიათ ქუთაისში დავიბადე გავიზარდე აქ სწავლობ უბრალოდ მიწევს ისე სხვათა შორის რიკოძე გინდა ერთი სახლი შეერახე რომ ისადილო რომ წავა თბილისის ქუთაისში ძალიან გავხოთ პარლამენტს სხვათა შორის ახლა ქუთაისი თბილისის ამბავში რა ჰობი გიწერიათ თუ შეიძლება ჰობი გიწერიათ კიდე მუსიკა ხატვა და ძილი ძილი არის გადასარევი ხო და ამ წუთში ხატავ მუსიკას უზნო თუ გძირავს დღეს არაფერს არ ვაკეთებს დავიწყოთ ხო შეიძლება ხო წესები ვიცით მზად ვართ 1 2 და 3 სექსპა ტელეფონის ოპერატორი გოგონა დაფარული ნოვრიდან გააუპატიურეს ქუთაისელმა 3D ფილმის ყურებისას მთავარი გმირის ცემა ტელეფონი წაართო და ადგილიდან მიიმალა
ადამიანს რო უყვარს, ხო, მის ნაკს არაფერს ყურადღებას არ აქცევს. ცოლი მოვიყვანე, კაი გოგოა, ცხონებული. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ ტრაკი აქვს ძალიან მაგარი. ესეთი უხამსი 50 ლარი მოიყო ასე თქვა. კი, მაგრამ გებრიელა. ეს ისეთი სიტყვაა, რომ მეორე იმაშიც რო ჩასვას, ხო? 300 ლარია 200 ლარი წაიღებს. არა, ისე ტრაკი ისეთ ძვირიანი. გებრიელად რა თქვა ვიყო? კაი, მოკლე ფეხებს აღარ აქცევ, ყურადღებას ისე. მზად ხარ, ვაგზელებთ? თუ მივდივართ 50 და არ გეგონოს რომ მე ვიჭრე, ხო? არა, ვაგრძელებ, რა თქმა უნდა. ხო, 1, 2, კიდე მაქვს რამდენიმე უძველესი. ჩემო მეზობელი მოიყვანა ძალიან ლამაზი გოგონა, რადგან ღორია, გათხოვებს გონია? ტუტუცი. ესე იგი, ჩემო მეზობელმა ისეთი ლამაზი ცოლი მოიყვანა, ბიჭები ორჩვეულებრივ გოგოში უცვლიდნენ, მაგრამ არა. დამსახურებული 100 ლარი. ნუ რა ვიცი, ეს კარგად მიდის ადამიანი. არა, ძალიან საინტერესო. შვენივრად 100 ლარი გაქვს. შეგვიძლია შევწყვიტოთ, ვაგრძელებთ? ვაგრძელებთ? 200 ლარისათვის უნდა ვიბრძოლოთ. კარგი, არაფერს აღარ ვიტყვი. 1, 2 და 3. ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც არ გინდა თქვენ გაგიკეთონ. აი მიზეზი იმისა, თუ რატოა ამდენი ვაჟიშვილი საქართველოში. გოგოს ვიცნობდი, ესე იგი ძალიან ჰიგიენური იყო, ყოველი სექსი წინ ხელპირს იბანდა, ჭამის პუნჩი რა. საქართველოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც გოგოსაც და ბიჭსაც ერთნაირი აღმაფრენით უნდათ მკერდი. ბიჭს უნდა რომ უყუროს ეს შიშველი დიდ მკერდს და გოგოს უნდა კონდეს პროსტა რა, ისე, რომ კონდეს. ესე იგი, მეზობელი მომიკლა და ისეთი სასიამოვნო სუნის ბალზამირება გაუკეთე, დასამარხა ჩემთან, სარკეზე ჩამოვყიდე ნაძვის ხის მაგივრად. ხო, ჩემს მაგაც იმხელად ხვირი აქვს, რომ დაამციკვა ვაჟიშვილობა დაკარგა. ნიკოლოზ გაგეცინა. დამსახურებული 200 ლარი. რამეს ხომ არ დაამატებდით? არა. რაღაც და 5 კაციანი სუფრა აქვს, ბიჭს უკვე ავა გაგრძელებ. მე მაინც შეგახსენებ, რომ 200 ლარი გაქვს, მაგრამ შეიძლება დაკარგო თუ გააგრძელებ. გავაგრძელებთ სადოთ. როგორი რისკიანი ადამიანი ხარ? 400 ლარზე ვთამაშობთ. 1, დაამატობ კიდე 1 დოქს. მიდი. ნახოთ, 1, 2, 3. თანამედროვე ექიმები ქალიშვილობის აღდგენასთან ერთად სიგნალიზაციასაც აყენებენ. წყენას გულში არასოდეს ვიდებ. ნუ ეგ ერთადერთია, რასაც არ ვიდებ, აცხადებს ცნობილი პორნოვარსკვლავი საშა გრეი. ხო, ჩემი მეზობელი ინარი კოჭლია, როდგას ცალიფეხი ჯიბეში უდვი. მე ნამუსი რომ მქონდეს სასაცილოდ რა მაქვს საქმე, ქუთაისში მიწისძვრა იყო დამენგრა სახლი მემეტნა პატრონი. ხო. ერთი წუთი ბოდიში. შეიძლება ზმნა დავა კონკრეტოთ რა მოხდა? ანუ იმერელი ვარ და კუთხური მემეტნა. ის ცუდი არაფერი. ანუ მომეტნა არის ძირი, ხო? ხო, მემეტნა. აჰა. არ გინდა გაგძელება ისე გაგატანა ფულს და მანემეტა. მოიცა 400 ლარი. ფინალი 1000 ლარი. ვიბრძვით? აღარ მეყოფა ხუმრობები, ამიტომ არა. იქნებ გეყოს. არ მეყოფა, ერთი მაგ დარჩენილი და. იქნებ გაამართლოს მე. არა, კარგი ხუმრობა. რამე მიწისძვრაზე გექნება კიდე? არა, მიწისძვრაზე აღარა მაქვს არაფერი. ეს ეგ საბოლოო გადაწყვეტილებაა. დიახ. დამსახურებული 400 ლარი. აპლოდისმენტები. მიბრძანდი და აიღე. გამოგიზოდა. 100 მიესი 30-ს გამოგიზოდა. თუ გინდა დადომე ნაწილ-ნაწილ მოვიცემ. მიულოცოთ აპლოდისმენტები. მეგოს მანე დაეცა. მიულოცოთ. ახლა ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა იგებ ადრენალინის რაღაც სხვა მოზღვავება და მაგარი გადაცემაა ძალიან. 400 ლარიც წავიდა. მე მგონი ამ ზაფხულს ვისვენებთ რუსთავი 2-ში. ჯერ არა. გული მიგწევს. ჯერ შემოსასვლელში. მოდი შემდეგი მონაწილე გამოვაცხადოთ. აბა. ჭაბუკი დეისაძე. ხო, აპლოდისმენტები.
გამარჯობა. როგორ ბრძანდება? მადლობ, კარგად. რას საქმიანობ თუ შეიძლება რომ გავიგოთ? ამჯერად მუშაობ ენერგეტიკაში. ისე ხატრის პროფესიაც მაქვს და როგორ საინტერესო. თქვენ რას დაამატებდით, მეგობრებო? ჰობი გაქვთ ლიტერატურა და იუმორი. დიახ. დღეს ალბათ იუმორი, ხო? რა თქმა თუ უნდა. ლიტერატურა. აბა ეხლა მარკ ტვენს კი წაკითხავდით, მაგრამ კი ბატონო, ჩვენ მზათა ვართ, შეგვიძლია დავიწყოთ, როცა წამყვანი დაგვთავს ნებას. დავიწყოთ? ყურადღებით გისმენთ. მზად ხართ? დიახ, მაშინ 1, 2 და 3 წარმატებები. ტელეშოპი. დამგრძალავის სერვის ცენტრი გთავაზობთ მაღალხარისხოვან ჩასასვენებლებს. თუ მიცვალებულის თქვენი იქნება, მაშინ სულ რაღაც 999 ლარი და 99 თეთრი. თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ, დაგვირეკეთ და თქვენ აგრეთვე გადმოგცემთ კიდევ ერთ ჩასასვენებას საჩუქრად. საჩუქრად. ორივეს გაგეცინეთ. ორივეს გაგეცინეთ. ძალიან საინტერესო. 50 ლარი თქვენია. დამსახურებული. ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებთ თამაშს, ეს შეიძლება კიდე გავაგრძელო? რა თქმა უნდა. რაც გნებავთ ის გააკეთეთ. კი ბატონო. ვაგრძელებთ. ვიბრძვით 100 ლარისთვის. მეგობრებო, მომემზადეთ 1, 2 და 3. და ეს კიდევ არაფერი. თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ უმტკივნეულო ბალზამირების, სოფლიოში ყველაზე უმტკივნეულო ბალზამირების ვაუჩერი. ჩვენ კიდევ ვამზადებთ აგრეთვე მიცვალებულების ფოტოებს. ჩვენ გვაქვს ისეთი ცნობილი მიცვალებულების ფოტოები, როგორიც არის მარგარიტ ტეტჩერი, მაგალითად, მაო ძედუნი და ასე შემდეგ. თუ თქვენ ფოტოს შეიძენთ, თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად კუბოს რუჩკების სრული კომპლექტი. ჩვენ აგრეთვე ისა რა ქვია, აი მაშინ გურული დიალოგი. ძამა გეიგე, ტორნადოს გადაული ამერიკისა. მაი რაია? რაია და ანგრევს თლა თავრობას, ანგრევს თლა ყველაფერს. მაი თავრობა ყოფილა ძამა ჩვენიო. შევწყვიტოთ. მიშა ანდღულაძეს გამეცინა. რაზე გაგეცინა? ტორნადო რო გადაურა, გაჭირვებულ ხარ. გაგვეცინა. ნუ 100 ლარი. დამსახურებული 100 ლარი მე გილოცავთ, ამას გილოცავთ, აპლოდისმენტები. მე არ შემიძლია არ კითხოთ, ვაგრძელებთ თამაშს. გავაგრძელებ. ვიბრძვით 200 ლარისათვის. კი. თქვენი ნება, მოემზადოთ 1, 2, 3. ჯუმბერა, აი კოაბიტაცია რაიაო და რაია ძამა და ახლა ფერმაში ორი მამალი ქეროა. რო ჩხუბობენ და კლავენ ერთმანეთს. მოა ახლა ევროკავშირი და ეტყვის ახლა მაგას. დაეთქვიათ ერთმანეთს, თქვიაბლებო, რაზე ჩხუბობთო? შეთანხმდითო. კენტრის ხებში ერთმა ჩინჩლოსო და რუწყვის ხებში მეორემო. მაია კოაბიტაცია, გევიგე, ხო ჩინჩლეს 9 წელი ნაციონალებმა და ახლა აგენჯერი მოსულა. ჯო დეიდა გარდა მეცვალა, კაცო, ჩემი გამზდელი დეიდა გარდა მეცვალა და ხო იცი დეიდასაო, დედის სუნი აზდისო და მეც არ გამიკვირდა, კაცო, რა თაიდის ამ ჩემი ცოლის დასა, ჩემი ცოლის სუნი? აჰა. 10 წელია თქვენ ვიცინებე და ეხლა ეს პატივი დამდეთ კიდე. სამწუხაროდ რო ამოიწურა. ეს რომ მანამდე გეთქვათ. მე მგონი უბრალოდ კაი იქნებოდა ეს რომ მანამდე გეთქვა. მანამდე რო გეთქვათ ეს ნამდვილად 200 ლარი იქნებოდა. მე გაგაფრთხილეთ სამწუხაროდ. სამწუხაროდ თქვენ ზისფული მაქვს. ზისფული არის, ხო? თავი ეგ არის. ძალიან დიდი მადლობა, გამომხნევოთ. კარგად განდებოდ. თავი იყო მონაწილეობა ახალგაზრდებში. და მოგება წაგება ძმები არიან. ხო და წავაგეთ ერთი სიტყვით, მაგრამ ეგ არაფერი. თავარია რომ კმაყოფილი ვართ თვითონ პროცესით და აი ამ გადაცემით. რომ ასეთი კარგი გადაცემა დაინერგა. შემდეგი მონაწილე გამოვაცხადოთ. გოგა შავიძე. მივესალმებით.
ხომ კარგად ხარ, ხო? ჯერჯერობით. ხო. როგორ ახლა? აუც არა მიშავს. არა, ეგ ნულაპარაკობთ, ხალხი იფიქრებს, რომ გიცნობ და ჩაწყობილი ან რაღაც. იქით, როგორ ახლა? როგორ გიკითხოთ? აუც ნორმალურად. ზადა ხართ? კი, საბრძოლო განწყობაზე. კარგია. ესე იგი, ბატონ გოგას უყვარს როგორც ვიცით ცხენით ჯირითი. კი ბატონო. თქვენი ცხენი, ახლა შები ჯორის გვერდზე როაბია იქა. კავეში, ქუთაისში რა თან არტყობს. სხვათაშორის შეგიძლიათ ორი ცხენი ყავს. თქვენ ცხენს პირდაპირ ეთერიდან მიესალმოთ ან ამეუთხროთ. გუნებავთ. ტორნადო ტელევიზორ ერიდება ტელევიზორთან ურთიერთობას და არ ტორნადო ერხო. თუ გიყურებთ, თავი, საშუალება გააქვთ. შეგვიძლია დავიწყოთ. მე შეგვიძლია დავიწყოთ. მზად ხარ? 50 ლარი. დავიწყოთ. მამაჩემი თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგი იყო, ჩემი ბავშვი ხარაგოული სამშობიაროში არ უნდა დაიბადოს, არავითარ შემთხვევაში აქანა წონაში იტყუებიან. ამიტომ დავიბადე წყალტუბოში. იქიდან ახლა არ ქონდა საშუალება მამაჩემს მანქანით რო წამოვიყვანენ და ფეხით წამოვედი ხო და ხარაგოულში რო ჩამოვედი 7 წლის ვიყავი უკვე. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა პირველი სიტყვა თქვი, დედა, თქვენი დედა რა მაგრად უჭერთ არტახებს გავწყვი კაცი წელში თქოგაც. ეს აქვს სახელის დარქმევაც რომ იდგა ჯერი მამაჩემს თქვია კატეგორიულად ჩემ ბავშვი ნაღდი ხარაგოულელი სახელს დავარქმევ ვინც ხარაგოული ჩხერიმელი და პირველ გოლს გეიტანს ხო და დღემდე სახელის გარეშე ვარ კაც ვეღარ მევიჩვინე მაინც გაუგეს რა თავისიანებმა ეხლა გაუგეს ერთმანეთს ნუ 50 ლარი მოსალოცი ამბავია 50 ლარი მაგრამ უფრო მოსალოცი ამბავია 100 ლარი თავიანთასაც ვაგროვებ. კარგი ბიჭია ძალიან. ნამდვილად. გავაგზელებ. ხო შეიძლება რომ დავკარგოთ ეს 50 ლარი და არ გვეშინია? არა, ჯობია გავაგზელოთ. ჯობია გავაგზელოთ, მაშინ 1, 2 და 3. ეს სკოლაში ყველა ძალიან დაბალ ნიშნებზე ვსწავლობდით. ისე დაბალ ნიშნებზე, რომ მასწავლებელმა ხუთიანი პირველად 2003 წლის არჩევნებზე დაწერა. მაგრამ ვიხსენებ სკოლის პერიოდს და ცრემლი მამეძალა თვალზე რა უცებ გეიფრინა 35 წელიწადმა თვალის დახამხამებაში უცებ თქვენ რო იცოდეთ მე სხვათა შორის რამოდენიმე გზის მისტერ ხარაგოული ვარ სულ ვიღებდი ამ მისტერ ხარაგოულის წოდებას მაგრამ მე მამაჩემი გამგებლობიდან გადააყენეს და ევიჩაგრე კი ხარაგოულში კავენი ყვავის ხო და მეც სულ ვიღებდი კავენს მაგრამ შარშან წავაგე ფინალში გას მოჭიდავე შემახვედრეს და სპორტის სახეობა ფეხბურთი მიყვარს ნამეტანი მეთქი შევედი გამოვსდი ჩემთან თქო არა ასე მითხრა წნელმა შენებეზეა მოჩეხვის გარდა არ იცი არაფერიო და გადამონაწილე სატყეოში მამაჩემი არის ლოთი ამიტომ მიპოვეს ბჟავე კომპოსტოში გეიგე ვახში შევედე ხო სამწუხარო მე ხო გავაფრთხილე სამწუხაროდ მიშა ჩაგრავს იმედი. შენ შეგეძლო 50 ლარი აგეღო და წასულიყავი, მაგრამ ბრძოლა გადაწყვიტე და სამწუხაროდ დამარცხდი. არა უშავს, აპლოდისმენტებით გავამხნევებ. დიდი მადლობა. მართალია წავაგე, მაგრამ რა ვიცი, ყვაყოფილი ვარ, კარგად ვისიამოვნეთ, მაგრამ ისე, რა ვიცი, რო იცოდენ ბიჭებმა მეოთხე შუტკაზე მამაჩემს დაგინებული ქონდა და რა ვიცი, უხერხულობაში არ ჩავარდონ მაინც. შემდეგი მონაწილე ეს არის ანი კიკნაძე. გამარჯობა. როგორ ახლა? კარგაჩი. არა მიშას. იქი. ანი, შენ ცხოვრობ დადიანის 34 კორპუსი 16 ბინა 18 სწორია? კი. ლიფტი მუშაობს თქვენთან? 10 თეთრი ღირს ჩასვლაც და ასვლაც. 10 თეთრი. ანუ ჩასვლაც ხატვა ფილმების ყურება და გადაობა გიყვარს. კი, და. როდის გამოხარ მე რომ ვიღადავოთ ერთი რა. კარგი. ხომ არ დაგიწყო. შეგვიძლია დავიწყოთ. წესები ხომ გვახსოვს? კი, წესები მახსოვს. წესები გვახსოვს. მზად ვართ? კი. 1 2 3 მე შემოგთავაზებთ იზიკო ბებიას ისტორიებს, ეს არის რეალური ისტორიები, ჩემი და ქალის ბებოზე ვყვები. იზიკო ბებო არის 99 წლის. და ეხლა რაღაც მიზეზების გამო უნდა ჩაგვებარებინა მოხუცთა თავშესაფარში და მოვიდნენ რამოდენიმე ადამიანი, რომ ენახათ იზიკოს მდგომარეობა. იზიკო ბებო ძალიან ეპრანჭებოდა. ეხლა ამჟამად სათვალეები ეკეთა საკმაოდ ინტელიგენტი ქალბატონი არის და ერუდირებული და ეპრანჭება რა. უკეთია სათვალე. მოგჯანდით, იყავი ხომარინებებით მეუბნება რა და ესე რა ქვია. კეკლუცობს ძალიან და დაჯდა.
ეს ის მე რო ჩავწერო. არა მე რო ჩავწერო გახდა 10 წამი გაქვს დარჩენილი. კავა სიწოს და უნდა რომ ფეხზე გადაიდოს და ცდილობს რომ გადაიდოს. არ გაგეცინათ ესე იგი. აი დაგაგეთ დრო რა. აი დაგაგეთ დრო. აი რო შემეშ. არა და კარგად დაიწყო, ხო? ჩემი აზრით ამ გადაცემის ზოგადად აგამოსვლების პრინციპი არის იმაში, რომ რაც შეიძლება, იმიტომ რომ ერთი წუთი გვაქვს დრო, რაც შეიძლება თავიდანვე უნდა ჩავდოთ ის ყველაფერი და აი მახსნებში და რაღაცებში არ დავკარგოთ დრო, რომ საინტერესო მოსასმენი ისტორია, ხო? ან უნდა შევცვალოთ ფორმატი და გავზარდოთ დრო. დრო 4 საათი. პირველი უნდა იყოს 17 წუთი, მეორე 13, 12. მართლა მაინტერესებს ისტორია. არ შეიძლება ისე უბრალოდ. როგორ არ შეიძლება? აბა მე რა. აბა ერთი რა იყო მანდ. ხო და მე მივიყვანეს ფსიქოთერაპევტთან. კი. ფსიქოთერაპევტთან მივიყვანეს და რატომ მაყოლებს? არა, მართლა გაინტერესებს. ხარ მართლა დაინტერესდი. ხო და ნუ ვართ, ეს მევია გიყვართ. გიჟდები. ამ ნოტზე გავაცნოთ ეს აუ, ხო რა. დიდი მადლობა. ძალიან მომეწონა, მაგარი პროექტია ძალიან, მაგრამ ნუ გული დამწყდა იმაზე, რომ ვერ შევძელი ჩემი თავი გამომეჩინა და ვერ ჩავეტია დროში, მე ის ვერ გამსაზღვრე, რომ ერთი წუთი როგორ მეყოფო და უფრო დიდი ხანი მოუნდომე ისტორიის მოყოლას, ამასობაში ნერვიულობდი და კიდევ რაღაცები დამავიწყდა ამ ნერვიულობის გამო და გული დამწყდა, რომ ვერ გავაცინე ჟიური. იმიტომ რომ კარგი ისტორიები მქონდა რაღაცები, მაგრამ არა უშავს. რა სიტყვით, რას? კარგია ეს ყველაფერი. რასთან დაკავშირებით? აი ბებიასთან დაკავშირებით. ხო, ბებოსთან დაკავშირებით მე წეგანაც აღნიშნე, რომ შეიძლება ძალიან კარგი ისტორია იყო, მაგრამ დრო არის ალბათ დრო იყო. უფრო ლიტერატურული საღამოსთვის იქნებოდა. ნამდვილად, კი. კარგი, მოდი მაშინ შემდეგი მონაწილე მოვიწვიოთ. ეს არის ნათია ჩემია. ისი ხარ შენაო, ისი. ჯერ დედიკოში და მამიკოში ვარ და მე ვინც ხასი ვიქნები. 50 ლარი პირდაპირ შეგვიძლია ვაჩვი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მოგესალმებით. აგარ სალამ. რა სალამი. ჩვენ ვიტყვით ორ სიტყვას და მერე თქვენი საუბრეთ. თისნა. თქვენ გიწერეთ აქ რომ მოგების შემთხვევაში ბანკის ვაზ დაფარავთ. კი. მე მაინტერესებს კიდე კაი ეს პროექტი გავაკეთეთ. მე მაინტერესებს თქვენი საყვარელი სესხი რომელია? ჩემი იპოთეკური უფრო სამოხმარება, აი რომელი უფრო გიზიდა? აი ეჭრარი, გადაცვალე, მიდი გამწელე. ასეთი ახალგაზრდა გოგო და უკვე ბანკის ვალები. თქვენ სავარაუდოდ კრედიტობის ვერ გეყოლება, შეყარებული აქ. ოჯახმა მაიძულა ეს. აი მამა ჩემი აქადი დაიბადა. შეგიძლიათ მოკითხვა გადასცეთ. გიყურებთ ახლა პავა თქვენი თქვენ. ახალგაზრდა გოგო ბანკის ვალები და ხუმრობის ხასიათია მაინც. მისასალმებელი ბანკია ნამდვილად. აქა ჩემია. დავიწყოთ? 50 ლარი გეყოფა ბანკის ვალის დასაფარად. კი, დავიწყოთ. კარგი პასუხი იყო ამომწურავი. 1, 2, 3, დავიწყოთ. მოკლედ, ცოლი ეუნება ქმარს, თმის შეჭამინდა და 50 ლარი ჭირდებაო. ქმარი ეუნება. შედედა აბზიალებულო, რა არის? მას ნარკოზით იჭრიო? სამახი კვდება და ეძახის. სონია, კარი, სლავა, არმენ, აქ ხარ ყველა? კი, აბა კუხნა შუქია თუ ამთია ჩაახრეთ რა წერს. მეგრელი ეკითხება ქალს, ჯადოსნური სექსი ხომ მარგნებავთ ქალბატონო? კი, მაგრამ მეგ როგორ არის? როგორ და გიხმართ და გავქრევი მერე. ჟიმნის რეკლამა. დადიმანდისთვის მინდა რეკლამა. ესენდუკების გაჩვეთა პონტი. ეს ახუმარო არ არის თემა, აი კალოჩე ბიზნესი თემა. თხარომ შესქერის კინოსაბიშას ისე მიყურებ დაღლაჟიური. ამერიკელი კაცს ყავს ცოლი და უყვარს საყვარელი. უსკაცო. კაგეცინა.
გაგეცინა. არ შეიმჩნიე, მაგრამ გაგეცინა რა, გაგეღიმა. გამეღიმა, იმიტომ რომ თვითონ კრედიტ ოფიცერზე ფიქრობდი. აი, იქ ახარ ხო ისე. კრედიტ ოფიცერზე ფიქრობდი, რომ ჩემია. ინჩა. დამოვიცა. 50 ლარი გაქვს. კაი. შვილივით 50 ლარი კიდე. ძირი დაფარულია რა გინდა. ძირი დაფარი. აგძელებ? კი რა. წავედით პროცენტებზე. არ გეშინია რომ დაკარგო და კიდე ახალი ვალი აიღო? არა. დავაშინევთ. ვაგძელებთ. 1 2 ჩემია. სომეხი ზინაკ მარსევნება. სურენ იცი ბავშვი უნდა გავაგროთ. ვა, კარგი რა ზინაჯარ, სულ ჩემგან რატომ? ზაურა რომ გაქაჩურა დუბლიოკის პალტოში. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, მაგით შევალ ნატოში? ამიშა. ესენი ორნი არიან ესენი. ორნი ხარია გადანაწილებული. ჩავთვალოთ, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ ესე. არა, დაგვეჭველი დადგმული ეს ერთხელ ჩავთვალოთ. თორე ესე დარბაზიდან დახმარება არ შეიძლება. თავისი პაროდია გაიგონა და არიქა. არა, ეგეც არის. არა, ეგეც არის. ნუ კარგი, ჩემია, შენ გაქვს იმედია, სხვისი 100 ლარი. სხვისი 100 ლარი გაქვს, აგძელებთ ამას. ჩემია გვარი მაგ და ჩემია ესე იგი უკვე. ხო, აგძელებთ ამას? კი. 100 გაქვს და მაინც აგძელებთ და არ გეშინია რომ დაკარგოს. არის 250. მიდიხას თუ რაღაცა უკან ბიჭი მისის, აი. დავხმარე. ნუ კაი, თამაშობ 200 ლარზე. არაფერი გვესროლა. დამხმარე არ შეიძლება. რაკენიცი შენ სეიფს უყურებ, მე ამას უსმენ. 1 2 3 წავიდა. აუ, ერთი წამი შეყრებული მე რეკავს. ხო საყალ. გავალებე თავი ბიჭო. გაეთიშა უკვე ყურმილი. მოკლედ, მეგრელი კაცი შედის აფთიაქში და აფთიაქს ეუბნება, რომ პრეზიდენტი მომეცითო. ეხლა მეგრელი მარიაჟები კი ვართ იცით. ეკითხება ხა აფთიაქი რა ზომამ გართვათო და გაუტრება. ყველაზე დიდი ყალოჩე. გამოგარეთ სოხსოკავს სახში ნებზაძაბი ხო გაქალო. ჩიტი ჩამოვარდება ხიდან და დაიჩიმა ეკანს და მოეწონება მერე. ჩინეთში ახალი აქციაა. მოკალი მეგობარი მიიღე iPhone-ი, ნაკლებ მეგობარი ჩემია გაჩუნდე თვითი მოიგე რა. არა, არ გამიღიმი ადამიანის მიმართ განვეწყო, უბრალოდ დადებითად. დადებითი და ღიმილი. 200 ლარი მე მეჩვენება თუ აქ უყურებ ჩვეულებრივ თქვენს პაროდიებს. თუ მეჩვენება. გეჩვენება კაცო. ძირითადად ჩვენი მარტო. ელემტკივა ცოტა და იმიტომ კიდე ვერ ვაკეთებ. აი კიდე. ჩემზე უკეთ მაინც ვერ აკეთებს. არა, ეგეც არის ეხა, ეგეც არის. ჩემია 200 ლარი გაქვს, დარჩა 2 ტური, 400 ლარი და 1000 ლარი. თამაშობთ? ერთი წამით. ბოდიში რა შევწოთ როგორ? მოდი ვნახოთ ერთად. რა ვიცი. მოდი გადავხედოთ რა გიწერია მანამ. არა, გავაგზავნე. ვაგზელებთ? ყიდულობ ბანკს უკვე. 2 3 დაიწყე ჩემია. ალო, თბილ კანალიზაცია? არა, შემოგევლე, ეს დობის ტელეფონია. მაშინ დაკიდე წონი და მაცადე და რეკვა მე თქვენთვის დობა არ მithხოვია. მარუ წაყუზულია თომეში და პურს აცხავს. ამ დროს მიეპარება თავის მეზობელი შაქრო. რაშები, შაქრო, რაშები. შაქრო, შაქრო. ინტერნეტ დამოკიდებულება ახალ ფორმებს იძენს. ახლა უკვე სადარბაზოში ნარკომანები ინტერნეტ ექსპლორერს ყნოსავენ. ქირურგმა შვიჯერ აგვიდგინა ერთ ქალბატონს ქალიშვილობა. ბოლა-ბოლა დაიღალას მეიკა ჩაუკერა. ჩემმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა. იმნაირი არსად მენახა თავი ეწყებიდან ფეხებიდან. რაჭველ ტურისტებს თვითმფრინავის გადაცემა უნდათ, მაგრამ ისე დააგვიანდათ. სიტუაცია ესეთი, გამოვდივარ სავაჭრო ცენტრიდან და დააზურგული დიდი პარკებით. დაამხთა ჩემი შროლა, მეკითხება, ფული დაგჭაო? მაიზიდა. ჩემო კარგო ადამიანო, სამწუხაროდ. არა და 200 ლარი გაფრთხილებით, 200 ლარი ქონდა, იქნებ რაღაცა ძირი მართლა დაგეფარა, მაგრამ არ დანებდი და იბრძოლე და დამარცხდი. გავაცილოთ ჩემია. აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. ძალიან მაგარი იყო. აი, ამისთვის მოვედი. მარტო ფულისთვის მართლა არ მოსულა. უბრალოდ ძალიან მიხარდა და
ეს სცენა იყო რაღაცა ჩემში იჯდა. მით უმეტეს ნიკა და მიშა ვნახე ახლოდან და მაგათი პაროდია გავაკეთე. ფიქრობ მოგების შანსი უფრო მეტი მქონდა, თუმცა არა უშავს რა, წაგებული მაინც არ მიმაჩნია ჩემი თავი, ასე რომ შეიძლება დავბრუნდე კიდეც. მაშასე შემდეგი მონაწილე დუეტი კახელები. ხო? ძალიან დიდი მადლობა. ვანო შოუს ჩაწერა არის აი იქით რო გახვალთ. რაღაცა ჩემთვის მოგეძღვნათ, რაღაცა პატარა სტროფი. ხო, რაღაცა შეიძლება ჩაწერა გააცირე და მოიგე. მე შემოხვალ. ჩვენა დიდი რეპერტუარი გვაქვს. აჰა. ანუ მუსიკალური მინდა თქვა. შეიძლება ყველა. აჰა. ისევე კარგადაც თუ ხუმრობთ როგორც მღერით, გადარჩება საქართველოს. დილობთ. ძალიან კარგი ძალიან კარგი მაშა. დავეწყოთ. გადასარევის თქვენ ანკეტას ჩავხედეთ და მოგების შემთხვევაში, ტაქსის მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ თანხასო და ერთი კარგად ვიმწვადავებ. საიდან ხართ მეგობრო? კომენტი გრუპთან ერთად. ახმედიდან. ხო, წვადებზე ვარ დაპატიჟებული, ფული უნდა მოიგოს. თუ იხურებთ კარგად, ესე იგი პატიჟებთ თქვენ, თუ ვერ იხურებთ და ჩვენ უნდა დაგპატიჟებთ. ეგრე გამოდის. ასე გამოდის. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პატიჟებთ. ჩვენ პატიჟებთ, მე მგონი. ბიჭებო, მზად ხარ? ძალიან სუდი. ახური იუმორი უნდა ასახელოთ ახლა. აბა, 1, 2 და 3. დამწყები ვარ, დავიწყო. ისა შენ ქოჩო რა კაცო. ისოდე გაიცინებ, არ გაიცინებ და აი მე დელაპარაკები აი. მახო, მითხარი რითი განსხვავდება ვირი და მერსედესი ერთმანეთსაგან? მოჩა ვირით ფილია. მერსედესაც აგათბობა. მე ზღვა სიტყვაზე გელაპარაკე. გოჩა მე ყოველღამე სექსი. მე რა გურჯანლებს სეტყვა. ბიჭო სეტყვაზე გამახსენა. გურჯანში იმითანა სეტყვა მოვიდა ხენფოთლები განვადებით გამაიტანა. გილოცავთ რა, გილოცავთ. როგორც იქნა დამთავრდა. რაზე გაგეცინა? აი კონკრეტულად რაზე გაგეცინა? ხემ როგორ გამოიტანა განვადებით? რაღაცას გატყუებენ. არიცი შენ არის ეგეთი განვადებები. არის. უტყევ. 50 ლარი, ბიჭებო, დამსახურებული 50 ლარი. ეს მე მომეცით რა? ჩავდებ ამას. რა კარგი შევა საჩუქრებით. ისა ძალიან არაწვალო გაღიზიანდი. არ ეტევა. ნახე როგორ ჩაჩხალე. 50 ლარი გვაქვს. ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებთ. დაკარგვის არ გვეშინია 50 ლარის. ნუ თქვენი ნება. დავიწყოთ 1, 2 და 3. გილოცავთ, ესე იგი გილოცავთ, როგორც იქნა დამთავრდა სავაშაღას ბატონობა საქართველოში. გოჩაო, ეხლა ეხა ვართ ჩვენა. აი ეგ ვერთობით რაღაცები ვაკეთებთ. ვინიც ეხლა ისად არის. იქნება შია, იქნება წყურია. იქნება მზე მიადგა გადასაბმელიც არის. იმ დღე მაღაზი არაიში ვიყავი მახო. ხო, მერე? არაფერი არ მიყიდე, მაგრამ მაგრავი თუმარე. არაი თუმაროში, აბა. გურჯანო, შენო კახეთ ისე გული ხა. მუდროგო. ეგაი იმამ სტიქიამდე იყო მაგრე. მაშა. ესე იგი, ჟიურო, როგორ მიყურებს? რა იყო რა სარწია სული ლობიოსავით მიყურებ. ნიგავს კამერ გამაიცვლი გენა ცვალე. სიფათი მაიც გამაიცვალე.
ახლა კი წარმოგიდგენთ მინიატურას კახელი მაკდონალდში. რა მოგართვათ ბატონო? ერთი ვირბურგერი მომიტანე. ერთი ჩოჩორ ჩიპსი და ერთი ჯორკა კოლა. საჭმელს რას მიერთმეთმეთ? მე ძირითადად დიდი ჩემი სასაუჭა, მაგრამ ეხა კითხვა მიდრის სალათა მომიტანე. ვეგეტარიანები ბრძანდებით? სამწუხაროდ. ცოტა. ბიჭებო, კარგად დაიწყეთ. შვენიერი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჯობდა 50 ლარით წასვლა, ხო? სამწვადე მოდის 50 ლარი. მე მგონია რომ ამ ბიჭებთან სუფრაზე დაждდება კარგი იქნება. კარგი იქნება ნამდვილად. ხო დაგპატიჟებთ ბიჭებო. ო, მზამზარეულს და კარგად ახლა. არა, ჩვენ გვიწევს დაპატიჟება. ჩვენ გვიწევს, მე მგონი, იმიტომ რომ სამწუხაროდ შემოკარგებო, სამწუხაროდ მე გაგაფრთხილეთ 50 ლარით არ დაკმაყოფილდით და თქვენ არა უშავს. დააგეთ. მაგრამ დიდი მადლობა. ნუ რა ვიცი ერთი სიტყვით, მე უფრო მეც ველოდებოდი, გოჩა შენგან მეც ველოდებოდი. მე შენგან ველოდებოდი მახო მეც. საერთოდ ჟიურისგან უფრო მეც ველოდებოდი. ხო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ შევჩერდებით და გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას და შემოქმედებას. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ჩვენში ზის ტექსტებიც ჩვენია, ჩვენც ჩვენ ვართ, გოჩა, მე ვარ და ჩვენ აქ ვართ. მოდი შემდეგი მანდილოსანი მოვიწვიოთ, ეს არის ანი გელაშვილი. აპლოდისმენტები. აბა უფ, კარგად. რა საქმეა? მე ვარ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი. ოჯახი შევქმნი რამოდენიმე ხნის წინ და ეს მოსავოცია აპლოდისმენტები ოჯახის ოქნა ადამიანმა. შესაბამისად ოჯახს დამატებითი შემოსავალი არ აწყენს. ამას უნდა პამპერსი, ნიკოლოზ, ამას თორე მე ახლა რა ვიცი. გასაგებია, როგორი მიზანი ქონ, მაშინ დაიწყოს ადამიანმა, ხო? მოდი ახლა მეც რა მე გავაკეთე. ეს ესე იგი განსხვავებული ვარ ცოტა, იმიტომ რომ შუტკები არ მაქვს, ასე ვთქვათ. ვაკეთებ პროფილს. რა გვაქვს? შუტკები, არა მაქვს. ხუმრობები. Ana говорит, что у неё что-то нет. Хумробе. აროდებს ვაკეთებ. Да, всё. В смысле, поедет, да. Да, всё, да. დავიწყებ. დღეს წარმოგიდგენთ პროფილს, სადაც მაიას ეყოლება ცნობილი ადამიანების სტუმრად და დავიწყოთ, კაი? ანუ დავიწყოთ. შეგვიძლია 2, 3. დავიდა. ქალბატონი კი, რომელიც ახლა შემოვა სტუდიაში, ქართული პლეიბოის ყველაზე წარმატებულ სახედ ითვლება. მას ასე, შორნა ბეგაშვილი და მისი ისტორია. უბრალოდ დამირეკეს და მივედი და როცა მივედი მოსარაპარგებლად, თავიდან უთხარი რომ იცით რა, არა ვარ იდეალური და დარწმუნებული ხართ უბრალოდ ჩემი გადაღება გინდათ მე. რატომ უთხარით ასე შორნა? იქამდე მე ძალიან გაეცინა. ბაგარია. კარგი იყო, პამპერსი გვაქვს, გავაგზავნე. 50 ლარი არის, ვაგრძელებთ ამას. ვაგრძელებ. 100 ლარი. შვენიერი პაროდიებია. გავაგრძელოთ 1, 2, 3. იქამდე მე ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი, იმიტომ რომ ჩემი თავის ამჯერო და მე უკვე არ ვიცი. მე მივხვდი რაღაცა გამერისგან და დადგა. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო სიცილი. შორენასი. შორენა გიყურებდეს. შვენიერი პაროდიები. 100 ლარი. ძალიან კარგად მიდიხართ, ან? ძალიან ცოტა დროში ახერხებ ადამიანების გაცინებას. ეს შვენიერია. ვაგზელებთ? ვაგრძელებთ. 1, 2, 3. წავიდა. დიდი მადლობა. ჩვენი შემდეგი სტუმარი, გთხოვთ მივესალმოთ. ბატონი გიბი სიხარულიძე. მოგესალმები ბაიკო. აბაგარი. შენ გაიხარე. შვენიერი. ჯერ გივის ლექსი არ მithქვამს და გავაგრძელებ. ახალი ლექსი თან ჯერ არ უთქვამს, მე დავწერებ. ვაგრძელებ. არ გეშინია რომ დაკარგა? არ მეშინია. ფულის გამოხვალ მოსულა. აი მე ავნერვიულდი. 1, 2, 3, წავიდა. მოგესალმები შორენა. ქალი ხარ, ფანტასტიკური. შედახარ, ქალი ხვდაება, შეზაგიჟდა მაიური, შეგრაცული,
დრო. ან მოვიწვიე ხო? სტუმარიკი. სტუმარიკი, რომელიც ახლა შემოგვერთება, მისი ისტორია ძალიან მძიმეა. მას ამოდენმე ხნის წინ დაინგრა ოჯახი. თხოთ მივესალმოთ სისმარის სტუდიაში. ვაიმე! მაიკო, ჩინდეთან ჯუცხოვრებას მივდივარ, ესე დარჩიგენა დგრებული. Bravo! რამდენი მაქვს? 400 ლარი. ამ დროს მე აქ სად მომაგერე. ძალიან ზუსტ პაროდიებს აკეთებს, ხო? კი, და მემაჩვენება თუ არა? არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ აღარ გავრისკავდა, მომეცი ხო 400 ლარი? ხო, იცი რატო? 11 წამი იყო დარჩენილი და გადარჩი. მე უნდა შეგახსენო, აგზელებს? არა. აი ოჯახის გოგო. აი ჭკვიანი. ქირსეულად მოპოვებული მირჩევნა. ანუ 400 ლარი დაკმაყოფილდეთ. აპლოდისმენტები. ეს 400 ლარი თქვენ? მაგის პატრონი 50 დაუმატა. დაუმატა მაგის პატრონი 50 მოდია. ილოცავ? იმედი შევხვდებით ისევ. აპლოდისმენტები გავაცილოთ და გამარჯობა. Bravo! ძალიან ბედნიერი ვარ, სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ ამდენს იცინებდნენ, ვერც კი დავამთავრე ბოლომდე ერთი სკეჩი და ამიტომ მოვიგე 400 ლარი და ძალიან გახარებულ და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა და უკეთ არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის და ძალიან კარგი შოუ გამომივიდა. კიდე სხვათა შორის ძალიან მომეწონა. ძალიან კერი გოგონა და იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდები ამ გადაცემაში. მეც დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი გოგონა. ძალიან ნიჭიერი გოგონა. აბა ზოგადად რეზიუმე გავუკეთოთ გადაცემას. რა სიტყვით? დღევანდელ გადაცემას. ჩემი აზრით ეს გადაცემა ძალიან კარგი ბაზისია იმისა. ესე უნდა ხო ამ დროს ხელები? დიახ. რომ აღმოაჩინო ნიჭიერი ადამიანები, ნიჭიერი ახალგაზრდები და ეს კარგი იქნება ჩვენი სამომავლო ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის, რასაც ვქვია, იუმორის სფერო, იმიტომ რომ იუმორის სფერო ფაქტობრივად ჩვენთან არის ყოველთვის აღზევების ფაზაში. ყოველთვის უნდა განახლება ახალი სისხლი, ახალი სიყვარული და დასხითან. და ეს ბატონო კარგია. განსაკუთრებით ბოლო გოგონა მე ძალიან მომეწონა. კი ბატონო, ძალიან მომეწონა და ამდენ ხანს ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა ესეთი პაროდისტი ბოლო მონაწილეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თანაც გოგო. ქალბატონები აკლია ქართული იუმორს. მე მგონია რომ ქალბატონებმა უნდა იაქტიურონ და აჯობონ კაცებს. და აი მოწოდეთ. დიასახლისებ ნუზი ხარ სახში ქალბატონებო. თბილა ჩაისვით რაღაცა აქეთური აქავართ ბოდით. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ჟიური, ძალიან დიდი მადლობა რომ ასე კარგად შეაფასეთ, სამართლიანად შეაფასეთ ჩვენი მონაწილეები. ჩემს დარბაზს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ზუსტად ერთი კვირით დაგემშვიდობოთ და იმედი დავიტოვო იმის, რომ ყოველ კვირას მე და ჩვენი ძვირფასი ჟიური ესეთივე ნიჭიერ ადამიანებს აქ ამ სცენაზე განვჭით. მშვიდობით. ვაიმე! ნიკუშა არაბიძეზე ვეცემი და თამუნაზე ვაფხო. თამუნა ლეკვეიშვილი ნახულობს დიდი ხნის უნახავ მეგობარს. მარიკო ლეჯავა ისეთი მაღალია, შეყვარებულა პირველად ბალკონიდან აკოცა. ოპა! იმზრიალო ბრა. აუ, მაიც ეხა რომ ველინა. აუ, ეხა რა გაჩე. ეხლა ქალბატონო. განსხვავებას ამოვიღებ. ბაღაზი დაკეტო.